მოგესალმებით ძვირფასო ინტერნეტ ტელემაყურებლებო. დღევანდელი გადაცემა ეხება გამოსახლებებს. გამოსახლებები უკვე წლებია საკმაოდ გახშირდა საქართველოში განსაკუთრებით იმ უმწეო ადამიანებისა, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკის წყალობით იძულებით დევნილი პირები გახდნენ თავიანთ მიწა-წყალზე და მუდმივი საცხოვრებლიდან აყრილები, რომელთაც იარლიყად მიეწებათ დევნილის სტატუსი, ასევე უბედურებისაგან დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები. მე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რეილაიტების სტუდია პირდაპირ ეთერი დღეს სწორედ ამ პრობლემაზე გესაუბრებათ. მე გახლავართ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ქეთსესიაშვილი და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან მარინა ჩილმაკაძე, ადვოკატი, რომელიც იცავს ამ გამოსასახლებელ ადამიანთა ინტერესებს, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ერთიანობის ასოციაციის თავმჯდომარე ქალბატონი იანა ხუციშვილი, სამაჩაბლოდან დევნილი და არაერთგზის ბატონი გაგა ელბაქიძე, ორმაგი დევნილი და ჩემი თანაწამყვანი გახლავთ, ამ გადაცემის თანაწამყვანი გახლავთ ჩემი პატარა კოლეგა თამუნა ბერძენიშვილი, რომელმაც მოამზადა სიუჟეტი და ამ გადაცემაში ამ სიუჟეტზე გესაუბრებით. მოკლედ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის გამოსახლებები. მოდით სიტყვით გადავიდეთ, მე ბევრს თავს აღარ შეგაწყეთ, თუმცა სანამ სიტყვით გადავიდოდე და შეკითხვით გადავიდოდე აგერ ჩემი გადაცემის სტუმრებთან, მე მინდა პატარა მიმოხილვა გავაკეთო, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა თემაზე გვაქვს საქმე. ეს გახლავთ ვაშლი ჯვარში გოძიაშვილის მეორე შესახვევში ნომერი 17 მდებარე ყოფილი საკნავთობ გეოფიზიკის ლაბორატორიული შენობა, რომელიც 91 წელს იყო საცხოვრებლად უვარგისი, ანუ გადამწვარი იყო ეს შენობა და რომელშიც თბილისის მთავრობის მითითებით შესახლებულ იქნენ როგორც დევნილები, ისე უსახლკარო მოქალაქეები, იმ პირობით, რომ შემდეგ მოხდებოდა სიმბოლურ ფასად მათზე გადაცემა ამ შენობის ამ ფართისა. 1996 წელს აღნიშნული შენობა, როგორც სახელმწიფო საკუთრება, გატანილ იქნა აუქციონზე გასაკიდად, როგორც არასაცხოვრებელი ფართი. 2002 წლის 17 სექტემბერს კი გამოვიდა ქალაქ თბილისის პრემიერის შერაძის ნომერ 534 განკარგულება, უბრალოდ შერაძის ხელმოწერით, რომლითაც 4100 კვადრატულ მეტრი ფართობის შენობა მთლიანად ჩაირიცხა საბინაო ფონდში და საბინაო მეურნეობის საქალაქო სამსახურს მიეცა უფლება ორდერების გაწერისა. გაიწერა ორდერი 22 ოჯახზე. ბატონო უკანონოდ გაიწერა აგერ როგორც მეუბნება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქალბატონი, რომელმაც ეს საქმე კარგად იცის, თუმცა ამას თქვენ სიტყვაში იტყვით, ხომ? გაიწერა ორდერები 22 ოჯახზე და აი ეს 2005 წლის 20 ივნისის 756 განკარგულებით კი თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრემიერ შერაძის 524 ყოფილი პრემიერის შერაძის 534 აი ეს განკარგულება გამოაცხადა ბათილად 2002 წლის 17 სექტემბრის აი ეს 534 განკარგულება, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, რასაც სამწუხაროდ არ მოყვა შემდგომ საჯარო რეესტრში ამონაწილების გაუქმება. თბილისის მერი იმ პერიოდში გახლდათ გიგი უგულავა და მისი სარჩელით უნდა მიემართა სამოქალაქო სასამართლოსთვის, მაგრამ გიგი უგულავას ეს არ გაუკეთებია. 20 წლის მანძილზე არაერთხელ იქნა აი ეს სარჩელი შეტანილი სასამართლოში აი ამ უკანონო გამოსახლებების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა ყველაფერი ეს. აი ახლაც 2013 წლის 14 თებერვალს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძემ გამოიტანა გადაწყვეტილება აღნიშნული ფართიდან უკანონოდ შეჭრილ ცხოვრებთა გამოსახლების თაობაზე. მოკლედ ეს იყო პატარა მიმოხილვა ჩემს მიერ
ამაზე ცლად გვესაუბრებიან ჩვენი სტუმრები. მე კი მინდა მაყურებელს ვთხოვო, რომ როგორც კი ნახავენ ამ გადაცემას, რომელიც აიტვირთება youtube.com-ზე, ამ ინტერნეტ საიტზე და ასევე Facebook სამართზე Reilai TV, მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ინტერნეტის საშუალებითაც, კომენტარი გააკეთონ, ან მოგვაწოდონ შენიშვნები და ასევე შეუძლიათ მოგმართონ ცხელ ხაზზე Reilai TV სტუდიაში, ეს გახლავთ 2-30-64-34. მე კი მინდა პირველად შეკითხვით მივმართო ქალბატონ იანა ხუციშვილს, რომელიც შეგახსენებთ გახლავთ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ერთიანობის ასოციაციის თავმჯდომარე. მოგესალმებით ქალბატონ იანა და აი თქვენ ხართ ქალთა ერთიანობის ასოციაციის თავმჯდომარე. მაინტერესებს როგორ მომართეს თქვენს არასამთავრობო ორგანიზაციის მარტო ქალები არიან შეჭრილები, მე რამდენადაც ვიცი და ქალთა აქ იცით როგორ არის, ჩვენ ქალები ვართ გაერთიანებული, მე მყავს 500 წევრი. დიახ, 40 კაციანი გამგეობა, 5 დამფუძნებელი, თავმჯდომარე გახლავართ მე და ჩვენ ვართ 500 წევრი. ბუნებრივია ძალიან ისეთი საკითხია და რატომღაც დღეს ბევრი პრობლემა დგას ქვეყანაში, მსგავსი და ჩვენ ქალებმა გადავწყვიტეთ გავერთიანებული ხართ და ერთად ვებრძოლოთ. და რამდენი ქალი ხართ გაერთიანებული? მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს თემას არ ეხება 500 წევრი. წევრი 500-ია. ჯერ, იმიტომ ჩვენ დავრეგისტრირდით ოქტომბერში. 2012 წლის ოქტომბერში. 2012 წლის. და მე მომმართეს, ჩვენ გვაქვს გვერდი Facebook-ზე ქალთა ერთიანობის ასოციაცია და შემოვიდა წერილი. თხოვნით, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და მოგხედეთ. ამ წერილის საფუძველზე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმიანობის გამო მე ქალაქიდან ვიყავი გასული იმავე საღამოს, აი ძალიან გადარული მდგომარეობაში გავიდი და ვნახე ეს ხალხი, იმიტომ რომ ისეთი შემსული შემძვრელი წერილი და დევს ეს იყო, რომ მე უკვე მივხვდი, რომ აქ საქმე თქვა ისე მარტივად არ არის, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. და აი კონკრეტულად რა ეწერა იმ წერილში, როგორ მოვართული, რომ აი ასეთი რომ ჩვენ ასეთი სოციალურად დაუცველები, დევნილები, ორმაგად დევნილები, ინვალიდები, ავადმყოფი ქალები გიხმიანებით, მოგხედით, მოგმართეთ, გასახლებენ, რომ ჩვენ ვართ მსხვერპლი ფარული გარიგებების და შეიძლება მობრძანდით თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და დაგვეხმარეთ რა და როგორ შეიძლება გავაკეთოთ. ბუნებრივია, როცა ასეთი შედგენილობა შემოდის, როგორ გეკადრებათ, როგორ დავიხოთ ჩვენ ამისთვის ვართ, რომ ჩვენი აქტიურობით, ჩვენი აი ამ პრობლემების დანახვით გვერდში დავიხოთ დღევანდელ ხელისუფლებას და მივაწოდოთ, დავანახოთ, სწორად დავანახოთ, განა ერთი მხარეს სწორად და მეორე მხარეს სწორად, განა ისე რომ რაღაც გავალამაზოთ, სამწუხაროდ ქალბატონო ქეთი, ჩვენს ქვეყანაში მთელი პრობლემაა დაგროვილი, რომ უკვე ადამიანს აი რაღაც ნაცრისფერ ფერებში გიწევს ყველაფრის დანახვა და აქ ნაცრისფერი კი არა, მხოლოდ შავი ფერებია, ნაცრისფერიც აღარ არის. მე გეტყვით, მე როცა მივედი ჩემ ჯგუფთან ერთად, მე ვნახე გამაოგნებელი რამ, სად ცხოვრობდნენ ადამიანები. მე ვნახე, რომ აბსოლუტურად, ესე იგი, ჩვეულებრივად როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს შიგნით, როგორც გარეთ ქრის, ისე ქრის შიგნით. ანუ არასდროული პირობა არ არის, აი თითზე ჩამოსათვლელი. შეიძლება 2-3 ადამიანმა შეძლო რაღაც ელემენტარული პირობების შექმნა და მადლობა, უღრმესი მადლობა თქვენ და ეს ინტერნეტ ტელევიზიები ნამდვილად მომავლის სიტყვა, კრეატიულობა, იმიტომ რომ ძალიან კარგად გადაიღეს, ძალიან კარგად დაინახეს თქვენმა ჟურნალისტებმა ეს პრობლემები და ნახეს ალბათ ეს სიუჟეტში იქნება და რა თქმა უნდა იქნება რომ მიცვალებული რომლის ჩასასვენებელსაც აწვიდა თავზე. და აი ამ ადამიანების გამოსახლებას, რომელიც მართლა ცხოვრებისგან ჩვენი წარსული გასული 20 წლისგან გაუბედურებული ადამიანების გამოსახლებას ითხოვენ და აკანონებს ნოტარიუსი მაია სვიანაძე. ქალბატონო მაია, უნდა დაფიქრდეთ, რამდენად სამართლია და ამდენი მტკიცებულებების ქალბატონი მაია მოსამართლედ ახლა. მოსამართლეზე ვამბობ, ხო, აკანონებს, გამოსახლებას, გადაწყვეტილებას იღებს, ამას ვამბობ. დიახ, პირობითად თვითონ ნოტარიუსი. ნოტარიუსი თქვი რომ ნოტარიუსი გავს ის არ არის მოსამართლე, მოსამართლე რომელიც ყველა მტკიცებულებას არ სწავლობს, უამრავი მტკიცებულება აქვს ქალბატონ მარინას. წლების განმავლობაში დაგროვილი მტკიცებულებაა ეს ქალბატონო ქეთი და
არ უსმენს, არ მოусმინა არც ადვოკატს, არც ერთგვარს, მხოლოდ და მხოლოდ უსმენს იმ 22 ოჯახს და სწორად აქ ისმის კითხვა, რატომ, რაშია საქმე? კარგით, მე თუ შეიძლება თქვენი ცნებართვით მე ისევ დაგიბრუნდები მე თქვენ. ბატონო გაგა, რამდენ მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაცნო მაყურებელს გაგა ელბაქიძე, რომელიც გახლავთ სამაჩაბლოდან დევნილი, ორმაგი დევნილი. მოდით აი ამაზეც მითხარით ორმაგი დევნილი, რომელი წლებიდან და რამდენი წელია, რაც აი ამ ფაქტში გიწევთ ცხოვრება. მოგესალმებით, მე დაგმაყურებელს, მოგესალმებით გაგა. მე მინდა აღნიშნო თქვენ გამისცეთ რომ რეგიონალურ ამას გაგიმართავთ ისე რომ ცხოვრობდი გალათიმოსია და 90 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ ქართულ მოსახლეობამ დატოვა ცნობილი გამოვიდა. ჩემო გონა ზოგიერთი სამაჩაბლოში დიდი აღშფოთების სოფელი. რამაც 2008 წლის ბოლომდე პროფესორი მეორე დღეს გამოვიდა ამის ჩავჭი ვარ ვეტერანი ვარ ის და ესე იყო საჭირო გარიგა. ამის პარტში შესული ვარ 10 წელი 2003 წელს შევედი. მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტის შეურაცხმის განკარგულებით რამე თუ მაშინ პირდაპირ იყო მითითებული ჩვენზე მოწოდებული რომ ვინაიდან სახელმწიფოს არ გააჩნდა რამე სახსრები ჩვენაირი კატეგორიის ხალხის დაკმაყოფილებისთვის მოხდა ხარტები არის იმას რომ ავტომატურად ჩვენ წავს ოჯახები შვილები დედები მოვლები და ანუ ჩვენთან მოგვიწია ჩვენი საცხოვრებლის პირობების შექმნა. თუ ახლა იმას დავარქვით საცხოვრებელ პირობებს, ჩვენ ნახავთ ალბათ კადრებს ყველა და აი ამ გაუგებელ ვითარებაში ვიცხოვრეთ. პირდაპირ მოგვიწოდეს მაშინ რომ შესახდით. ანუ თქვენ უნდა გენახათ თქვენთვის ფაქტი, ხო? ფაქტი უნდა გენახა, ოღონდ მაშინ იყო გაჟღერებული ჩვენ უნდა შესულიყავით არა კერძო საკუთრებაში, არამედ ეს უნდა ყოფილიყო მთავრობის ბაზაზე არსებული შენობა. თუ მაშინ რა თქმა უნდა მიმართეთ იქ თხოვნით საჯაროდეს და მაშინ დაგვიდასტურეს რომ 2003 წელს ეს იყო დასაწყისი თუ არ ვცდები ეს მართლაც იყო სახელმწიფო ბაზაზე არსებული შენობა. ამიტომ გამომდინარე გადავწყვიტე შესულიყავი. ყავს ახლა მოგეხსენებათ ოჯახი ორი ძირითადად შვილი ყავს მეუღლე და ყავს დედა. და რამდენ კვადრატულში გიწევთ ცხოვრება? მე ცხოვრობ 65 კვადრატულ მეტრში. ანუ რამდენი ოთახი გაქვთ თქვენ? რამდენ სულიან ოჯახს? მარტივიანით რო ვთქვათ ეს არის ორი მცირე საძინებელი. ერთ საძინებელში ვარ მე და მეუღლე, მეორე საძინებელში ბავშვები დედასთან. ბატარა სამზარეულო იქ და ანაკოლე. ასეთი. და ეს ანუ როგორი მდგომარეობაა თქვენს პარტში? ძიმე, გაჭირვებული მდგომარეობაა, რანაირი მდგომარეობაა? ნუ ახლა ჩემს პარტში მაგალითად ისე არის, რომ ფაქტობრივად ცხოვრების პირობები რა თქმა უნდა რთულია, არ არის გაზი, არ აქვს დენი, იმიტომ რომ ის არის დაფიქსირებული ერთი აბონენტი, ფაქტობრივად და ნუ იმ ერთ აბონენტზე ვარ ჩამოკიდებული ესე შევიტყოდი 20 ოჯახი და წარმოიდგინეთ რა გორბუში ჩვეულებრივ ადამიანი ცხოვრობს, აქვს ერთი ბავშვი ეცოჩი. აი მე თუ მიცხოვრებს ვარ 20 ადამიანი. და ბატონო გაგა, თუ მიმართეთ ამის თაობაზე პოლიტიკა და განსახლების სამინისტროს, რომელსაც აუცილებლად უნდა უზრუნველყო თქვენი პირობები. დიახ, აუცილებლად მოგახსენებთ ამაზე. და ეს სანამ ამ კითხვაზე გამცემდით პასუხს, როგორი ჩასახლებაა თქვენი კომპაქტურად ჩასახლებით, აი კომპაქტურად ჩასახლებაა თუ როგორ? არა, მაგაზე მოგახსენებთ, ჩვენი ჩასახლებაა, ნუ ამ აღნიშნული სამართლე ამ პარტში ცხოვრობს 47-მდე ოჯახი რა. დაახლოებით აქედან 10 ვართ დევნილები. 12-მდე დაახლოებით არის სოციალური დაუცველი, არის ასევე არის ადმინდელი ოპერატიული რაღაცების მსხვერპლი ადამიანები ხო არა გაგაკეთეს. ანუ არა მარტო დევნილები, არამედ სხვა უცხო ადამიანები, სახკარო ხალხია. გაწმუნდით, იმიტომ რომ ახლა თქვენ ნახავთ კადრებს და დასკვნა თავად გააკეთეთ რომ ადამიანი რომელსაც პრობლემა არ აქვს და დაუშვათ სხვა საცხოვრებელი, იქ არ იცხოვრებს არანაირად რა. აი ამ კადრებიდან დარწმუნებით თავად. ნუ რა ვიცი, ამას მოყვა ბევრი აჟიოტაჟი, ბევრი გამოხმაურება. მე შემდგომ გავარკვიე თურმე ახლა თუ მიმართეთ პოლიტიკა და განსახლების სამინისტროსა, პირველად როდის მიმართეთ? ნუ პირველად მოგახსენებთ, იმიტომ რომ მე ვიყავი სოფელ გურთაში სამაშაბლოში, მაგრამ მაშინდელი ეს ცნობილი მოვლენების, კონფლიქტური მოვლენების შედეგად გამოთვლეს, რომ ოჯახი უნდა გამიხიზნა რა. ეს 2008 წელს თუმადამდე 2004 წელს მანამდე და ამიტომ ვაკეთებდი ამას, რომ ფაქტურად ოჯახს ვიყავი მოწყვეტილი ოჯახი მყავდა, იმიტომ თვითონ მაშინ მუშაობის სამსახურა. ნუ გამოფრთხილდა მითხეს, რომ ჯობია რომ ზოლი და შვილები
გაიყვანა, იმიტომ რომ იქ მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩემი ცალი იყო ფაქტურად ეპიცენტრი. იყო მთავარი შეკრებები, იქ იყო ჩვენი გენერალური შტაბი, ანუ ჩემთან ხელი გაუშალეთ და ყველა მივიდა რა. თქვენ გვარდიელი ბრძანდებოდა თუ აბა? არა, მეორე შეუძლებელი რიგითი პატრიოტი ქართველი, რომელმაც საჭირო ჩათვალა და მიიღო მონაწილეობა. ომის ვეტერანი ხართ, აი ამ ორივე ომის, ხო? ასე ვთქვათ, დიახ. დამდასრულებელი სამწუხაროდ. ანუ ვეტერანი ხართ, ამისი მოწმობა ჩვეულებრივ გაქვთ და არანაირი სხვა თქვათ შეღავათი ის, რომ აი თქვენ ვეტერანს წარმოადგენთ და არანაირი შეღავათს არ ვიღებთ, დღემდე გარწმუნებით შეიძლება თქვა. და თუ მიმართეთ ტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და რა გითხრეს? და მე უკვე აღიშვით ხალხათა აღნიშნული სამართი ამ 10 დევნილი ოჯახიდან დარეგისტრირებული არის ერთადერთი დევნილი მარტო, რომელიც შესახდა ის ჩვენზე ადრეს შესახდა, იმიტომ რომ ხალბატონი ნანამაისურაძის შესახდა ის ფაქტურად 91 წელს. ის აფხაზეთიდან არის. ის აფხაზეთიდან დევნილი არის, მაგრამ საქმე რაში იყო იცით ხალბატონო კეთილო. ეს ხალბატონი ნანამაისურაძის შესახდა ამ მისამართი მაშინ დევნილთა სამინისტრო აწარმოებდა ამ რეგისტრაციას, დროებით გადამისამართებას. ყველა საბუთებით არ მაქვს, მაგრამ დღესაც მიწერია საბუთებში. არა, ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრა და მაშინ მოიტანეთ ეს. უცებ მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ ეს არის სახელდახელოდ მომზადებული გადაცემა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხალხი ამ მდგომარეობაში არის და ეგება გამოსახლება ცოტა ხნით მაინც შეყოვნდეს, სანამ დიახ, არა, ამაზე ქალბატონი და თქვენ ქალბატონი მარდა და თქვენი საუბრებთ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა მეორე მხარესაც მოვიწვევთ დებატებში და ის უკვე იქნება მომზადებული არა საჩქაროდ, არა ნაჩქარებად. და ამ პერიოდში დღესაც მიწერია საცხოვრებელი ადგილი, ქალაქი ცხინვალი, ჩემი ყამრელი ქუჩა 8-43, მაგრამ შემდგომ ამის ცხინვალის ფაქტის დაკარგვის რა მიწერილი ვიყავი დროებით საცხოვრებელი ადგილი ჩვენ ცხინვალის ადგილი სოფელი ქუთა. დიახ, ძალიან კარგად ვიცით რაზე ალბათ. ისტორიული მხარეა. და მე როცა ეს ფაქტი ვიგებდი, ჩამოვედი, ქალბატონი ნანა უკვე იყო დარეგისტრირებული ამ ფაქტში. თვითონ დევნილთა სამინისტროს მიერ იყო დროებით, ანუ ადგილზე დარეგისტრირებული, მაგრამ მე რო თხოვნით მიმართა დევნილთა სამინისტროს, მაშინ ზუსტად მახსოვს, ჯერ მე მივედი და მითხრეს, რომ დროებით არის შეჩერებული გადამისამართება დევნილთა გადამისამართება. ნუ მე შემდგომ დედაჩემიც მივიდა რამოდენიმეჯერ და ყოველთვის ანალოგიური პასუხი დახვდა იქ, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად დევნილთა გადამისამართება, რამე მე იქ დახვდა ვიღაცა იურისტი იყო თუ აუცილებელი დევნილთა სამინისტროში. ეს რომელ წელზეა მოთორე და 2003-2004 აი ეს კონფლიქტი რო იწყებოდა 2004 წლის რომელი კონფლიქტი რა და მაშინ დავიკითხე რომ აი მეთქი აი მაშინ რა ვქნა მეთქი უბრალოდ რა ეს მეთქი აგერ მიწერია ცხინვალი ვიყავი ქურთაში ცხოვრობდი ანუ და ეხლა მეთქი აი მინდა დროებით ჩაწერა გავაკეთო ანუ არ ვითხოვდი იმ ფაქტის დაკანონებას და რაღაცას უბრალოდ ხოდი რომ დროებით გადამისამართება გამაკეთებინა მე რომ დღესაც აერში ვარ ფაქტიურად იმიტომ რომ ქურთას დაგარგული მოგდა ცხინვალის და მასე მიწერია პირადობაში. აჰა. გასაგებია ბატონო გაგა, რა მაინტერესებს იცით? კომპაქტურად ახლა რამდენადაც ჩვენ ინფორმაციას ვფლობთ, ტოლვილთა და განსახლების სამინისტრო თავისი იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ კანონში ამბობს, რომ ესე იგი იმით უნდა მიეხმაროს აუცილებლად ფინანსებით დაეხმაროს დევნილებს საცხოვრებელი ფართით და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა არის ერთჯერადი დახმარებები, არის მრავალჯერადი დახმარებები და მრავალჯერადში შედის კომუნალურ გადასახადში დახმარება, ზოგი საერთოდ ჩამოცილებული არის ამ გადასახადს, ანუ არ იხდის გადასახადებს, ეს არის რაღაცა ბრძანებულებები, რამდენადაც ვიცი. და არის გარკვეული თანხები კერძო ფაქტში ჩასახლებულთათვისაც და კომპაქტურად ჩასახლებულთათვისაც და აი თქვენ ახლა როგორ კატეგორიას მიეკუთვნებით კერძო ფაქტში ჩასახლებულ დევნილად ხართ თუ ორგანიზებულ ფაქტში ორგანიზებულად დასახლებულ დევნილთა ჩვენ გავაკეთეთ არ ვითვლებთ ვინაიდან ჩვენ რო ვითვლებოდით ეგეთ ამ კატეგორიაში ახლა ვიცი რომ სხვა დევნილებთან მაგ შეხება არიან ჩემი ბავშვობის მეგობრებთან იმათთან ვიცი რომ აქვს შეღავათი ელემენტარულად ელექტროენერგიაზე გაზზე რაღაცა მაგრამ ჩვენ არც ელექტროენერგია გვაქვს და არც გაზი არ აქვს ეს ფიზიკურად ამიტომ ეს პირიქით როგორ არის ერთი აბონენტია და იმ აბონენტზე ფაქტურად 20 ოჯახი ვარ ჩამოგიდებული რა და აბა თქვენი ხუთსულიანი ოჯახი რა დახმარებებს იღებს ტოლვილთა სამინისტროს? ერთადერთი დახმარება გვაქვს ერთ სულზე გამოტული 20 ლარი. ანუ ჩვენ 4 ვიღებთ ფაქტობრივად, იმიტომ რომ მე პრობლემები ამოიღეს საკონდაც საერთო ვითარებაში დევნილთა სამინისტროდან, ანუ ბავშვები ციდან ჩამოსვიდნენ, მასე გამოვიდა, მაგრამ ნუ ფაქტობრივად ახლა დედა, მე და ორი შვილი ვიღებთ მთლიანობაში
420 120 ლარი გვაქვს ეს დემილზე დაგმოდი. და სხვა არანაირი შეღავათება. კარგით, მე თქვენ ისევ დაგიბრუნდებით, მოდით ქალბატონ მარინას მივესალმები. მარინა ჩიმაკაძე, შევახსენებ მაყურებელს, გახლავთ ადვოკატი, რომელიც მუშაობს უკვე რამდენი წელია ამ საქმეზე მუშაობთ 1 წელია. 10? არა, ამ საქმეზე 1 წელია. დიახ, ხო, ესე იგი სწორედ გავიგე. ქალბატონო მარინა, რა სიტყვით, რამდენად კანონიერია თქვათ აი ის მარინას ვიანაძის გადაწყვეტილება, მოსამართლე მარინას ვიანაძის უკაცრავად გადაწყვეტილება, რომლითაც ამ ფაქტში შესული 60-მდე ოჯახი, დაზარალებული ოჯახი, ზოგი დევნილია, ზოგი უსახლკაროა, უნდა გამოსახლდეს. და რამდენად მიიჩნევთ, რომ არაკანონიერია ამ ფაქტის კანონიერ მფლობელთა მოთხოვნა, რომ გამოსახლდნენ ეს ადამიანები. დიახ, მოგახსენებთ. ქალბატონო ქედი სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერს. დიახ, რომელი წელი ამონაწერს? ახალი ამონაწერები იქნა წარდგენილი, განახლებული ამონაწერები, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ სასამართლო დაეყრდნო ამონაწერებს და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 312 მუხლის თანახმადო რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია. ესე იგი, საჯარო რეესტრის ამონაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დადგინდება მათი უზუსტობა. ეს გასაგებია, ამ მუხლს დაეყრდნო სასამართლო, მაგრამ ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში ძალიან ბევრი მტკიცებულება. წარვადგინეთ ფოტოსურათები. ეს ხალხი 20 წელიწადია შესახლებული არის ამ კორპუსში. მათმა ჩაიახლებული თუ შეჭრილები ქალბატონო არა, იცით როგორ არის? ეს კორპუსი იყო აი ასეთ მდგომარეობაში, კაკასურ მდგომარეობაში. იქნებ დავაფიქსიროთ, ახლო ხედით, რომ მაყურებელმა ნახოს. ეს შენობა იყო ძველი ლაბორატორიული შენობა, იყო აი ასეთ არასაცხოვრებელი კარკასული შენობა და გაჭირვებული ხალხი, როდესაც განცხადებით მიდიოდა ქალაქ თბილისის მერიაში, მერიამ მიუთითა, რომ არსებობს ასეთი შენობა ვაშლი ჯვარში და შეგიძლიათ თუ კი მოიწყოთ თქვენ არასაცხოვრებელს საცხოვრებლად ვარგის გახდით, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ამ შენობაში. ხალხმა თავისი წყალებით 20 წლის განმავლობაში ჩასვეს ფანჯრები, ჩასვეს კარებები, მოაწყვეს არასაცხოვრებელი ფართი, მოაწყვეს საცხოვრებელი ფართად და გააგრძელეს იქ ცხოვრება, დღემდე ცხოვრობენ. მაგრამ აი ამ პერიოდში 91 წლიდან მოყოლებული, ეს ხალხი შესახდა 1991 წელს. 91 წლიდან მოყოლებული 1996 წელს ეს ფართი სახელმწიფო საკუთრება გახდა. აი ეს არის საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო აცხადებს კომერციულ კონკურსს, რითაც სახელმწიფო დგინდება, რომ ეს შენობა არის სახელმწიფო საკუთრება. ამის შემდეგ უკვე განკარგულება გამოდის, ისე რომ ეს ხალხი აქ ცხოვრობს და ამ ხალხს არავინ არ ეხება. 2002 წელში გამოდის სანამ განაგზობ ამის თაობაზე, რომ მოსახლეობა ეს დევნილი მოსახლეობა და დაზარალებული მოსახლეობა შევიდა აი აღნიშნულ ფაქტში, ამ სადაო ფაქტში, მაშინ სადაოს არ წარმოადგენდა რამდენადაც გავიგე, ხო არასაცხოვრებელი ფაქტი. ამის თაობაზე, ესე იგი, ესენი ჩუმად კი არა, ვიღაცის მითითებით შევიდნენ, გამოიცოდა, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. ხო, არა, მე მინდოდა რომ კიდე დაგეკონკრეტებინე. ქალაქ თბილისის მერიამ, გამგეობამ ეს ხალხი, ტოლვილები, დევნილები, სოციალურად დაუცველები, უსახლკაროები, გაჭირვებული ხალხი, როდესაც მიდიოდნენ მერიაში, როდესაც მიდიოდნენ გამგეობაში და სთხოვდნენ ფართებს, ისინი უთითებდნენ ამ შენობაზე და ეუბნებოდნენ, რომ ეს არის არასაცხოვრებლად ვარგისი. ჩვენ არ შეგვიძლია დღეს მდგომარეობით რამე გამოვიყოთ, მაგრამ თუ კი თქვენ ამ არასაცხოვრებელ ფართს აქცევთ საცხოვრებელ ფართად და თქვენ აქ შეგიძლიათ რომ მოიწყოთ, კი ბატონო, შეგძანდით იცხოვრეთ. ანუ ეს ხალხი არ წარმოადგენს შეჭრილად, არ ითვლება ეს ხალხი თვითნებურად შეჭრილ მოსახლეობას. მაშინ იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს მოსარჩელი მხარეს წარმოადგენენ, ანუ 22 ადამიანმა როგორ დაიკანონ? აი სწორედ აი მინდა გითხრათ და მოგახსენებთ ეხლავე. და ვინ არიან ისინი დევნილები არიან? არა, იმ პერიოდში, როდესაც ეს შენობა იყო სახელმწიფო შენობა, იმ პერიოდში 2002 წელს ქალაქ თბილისის პრემიერი შერაძე გამოსცემს განკარგულებას, რითაც
რითაც ამბობს, რომ აღნიშნული შენობა, ლაბორატორიული შენობა, არასაცხოვრებელი ფართობი ჩაირიცხოს საბინაო ფონდში და საგნავთო გეოფიზიკის ბალანსზე რიცხულს მიეცეს ორდერების გაწერვის უფლება. იცით რა, მე მინდა აღნიშნო, რომ საერთოდ ამ შერაძეს ქალაქ თბილისის პრემიერს არ ჰქონდა ამის გამოცემის უფლება. იმიტომ რომ ასეთ განკარგულებას გამოსცემს მთავრობა და არა ქალაქ თბილისის პრემიერი. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს განკარგულება გაუქმებული იქნა ქალაქ თბილისის მერის ჭიაბერაშვილის მიერ 2005 წელში. მაგრამ აი მე მინდა ხაზზე გავუსვა რას, იცით? როდესაც 2002 წელში გამოვიდა განკარგულება, რომ ორდერები გაწერილიყო, ამ ხალხმა ორდერები გაწერა და 2004 წელში დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. ამის შემდეგ 2005 წელში გამოდის ჭიაბერაშვილის განკარგულება და ჭიაბერაშვილი ამბობს, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის პრემიერის 2012 წლის 17 სექტემბრის ნომერ 524 განკარგულება სააქციო საზოგადოება საქნავთობის და შპს საქნავთო გეოფიზიკის ბალანსზე რიცხული ვაშულიჯვრის დასახლებაში გოძიაშვილის მეორე შესახვევი ნომერ 17-ში ლაბორატორიული კორპუსის შენობის საბინაო ფონდში ჩარიცხვის შესახებ მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. ეს იმას ნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერებიც უნდა გაუქმებულიყო. და კიდევ ვთქვათ, ისევე ტოლმუთა და განსახლების სამინისტროსთან დაკავშირებით, შესაბამისი სამინისტრო იყო თუ არა საქმის კურსში, როცა ვთქვათ, აი აღნიშნული ხდებოდა ის, ვთქვათ, დაიკანონეს სხვებმა, ანუ მიცეს ორდერები და გამოწერის უფლება, ორდერების გამოწერისა და ამ დროს ჭიაბერაშვილი, ანუ როცა დავაწყდი აი ესო წავიდა, გამოვიდა არაერთი უწევა, არაერთი კანონი იმისა, რომ ანუ აღნიშნულ პარტიასთან დაკავშირებით რაღაც იყო შეჭრილი დევნილები, მიდიოდა მასიურად უკვე ამ ფაქტების დაკანონება. მაგრამ ვინაიდან არ მოხდა 2005 წლის ჭიაბერაშვილის განკარგულების ძალაში შესვლა, რომელიც თვალისწინებდა, რომ ეს ყალბი იყო ფაქტობრივად გამათი ორდერები, ეს უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ დევნილთა სამინისტრო მაშინ ხელმძღვანელობდა ერთი პრინციპით, რომ იქ საჯაროში ჩანდა, რომ ეს იყო სხვისი საკუთრება, ანუ რა მე ორჯერ მიმართა და ორჯერ მითხრეს, რომ ჩვენ ერთადერთი მიზეზი გვერდი კანონით აღნიშნულ ფაქტს, იმიტომ რომ ეს არის სხვისი საკუთრება. ანუ ეს მე კი ვეუბნებოდი, რომ ეს არ არის, ეს არის ყალბი, მაგრამ იქიდან ყოველთვის მოდიოდა პასუხი, რომ კი შეიძლება ყალბია, მაგრამ ჩვენ ხედავთ საჯაროში, რომ ეს ფიქსირდება, რომ სხვისი საკუთრებაა. რაც მოგახსენებთ ხა გამოდომა მარინამ, რომ იმიტომ რომ ეს უნდა გაუქმებულიყო დამანჯულებით 2005 წლის ჭიაბერაშვილის განკარგულების თანახმად. დიახ, ეს უნდა გაუქმებულიყო, როგორც სამართლებრივად უნდა გაუქმებულიყო ასე. მერიამ კი გამოსცა ეს განკარგულება, მაგრამ შემდგომ უკვე ქალაქ თბილისის მერიას უნდა მიემართა სასამართლოსთვის სარჩელით. და ამ სარჩელით უნდა მოეთხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა. მიმართა მაგრამ შემდგომ თავისი სარჩელი უკანვე გამოიხმო. აი ამის შემდეგ უკვე ეს გიგი უგულავამ მიმართა. დიახ, გიგი უგულავამ მიმართა და გიგი უგულავამ ისიც თქვა სხვათა შორის, რომ ეს არ იყო სწორად ორდერები გაწერილიო, ეს ხალხი არ უნდა გამოსახდესო, მაგრამ რატომღაც დიახ, წერილი არის გიგი უგულავას, მაგრამ რატომღაც შემდგომ გიგი უგულავამ როცა აი აქ არის სპიტა. აი 2006 დიახ სექტემბრი. დიახ და შემდგომ უკვე მოხდა სარჩელის უკან გამოხმობა. თუ რატომ მოხდა სარჩელის უკან გამოხმობა, ამის მიზეზები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ფაქტი დარჩა ფაქტად, რომ ეს საჯარო რეესტრის ამონაწერები დარჩა ისევ იმ 22 ოჯახზე გაწერილი, ვინც დღეს გვედავება ჩვენ სარჩელით. გიგი უგულავას თუ მიმართეთ, რატომ არ შეიტანა ცვლილებები საჯარო რეესტრში? იცით რა არის, ჩვენ მიმართეთ დიახ, ჩვენ მიმართეთ გიგი უგულავას, ჩვენ მიმართეთ საკრებულოს, ჩვენ მიმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენ მიმართეთ ქალბატონ თია წოლუკიანს, ჩვენ მიმართეთ მთავარ პროკურატურას და ველოდებით იქიდან. იცით რა არის, სასამართლო გადაწყვეტილება გამოვიდა, კი ბატონო, არის საჯარო რეესტრის ამონაწერი, მაგრამ ის საჯარო რეესტრის ამონაწერი რის საფუძველზეა? ის რომ პრივატიზაცია მოხდა გაუქმებული დოკუმენტების საფუძველზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ საჯარო რეესტრის ამონაწერები უკვე აღარ ეკუთვნით და მათ საკუთრება აღარ ეკუთვნით.
რა მაინტერესებს სახელმწიფო ქონება. ანუ ეს არის სახელმწიფო ქონება და მიუმართეთ ეკონომიკის სამინისტროს და ვთხოვეთ დაინტერესდეს თავისი ქონებით, რამე თუ მისი ქონება 4100 კვადრატული მეტრი დღეს საკუთრებაში აქვს 22 ოჯახს, რომელსაც გააჩნიათ ბინები, რომელსაც გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი პარკები. ეს უბრალოდ მათი ერთი დღეც არ უცხოვრია. ერთი დღეც არ უცხოვრიათ და მათმა სარჩელში აღიარეს კიდევაც, რომ ჩაიბარეს აი ასეთი, უпростоრად მათი შენობა იყო კარკასულ მდგომარეობაში. მათი რატომ? სახელმწიფო შენობა. ქალბატონო მარნა როგორც ადვოკატს ისე გეკითხებით და კარგი ხარ ბატონო გაგა თქვენს მათ შეიძლება გქონდეთ ასეთი არგუმენტი, რომ დევნილი ვერ მიიღებს სტატუსს, თუ ის არ არის სადმე მიწერილი. როგორც ჩანს, ეს მოდავე მხარეს შეუძლია უბრალოდ თქვა სამწუხაროა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთ რეჟიმში ვმუშაობთ დღეს და ვართ მხოლოდ წარმომადგენლობა აი ამ ერთ-ერთი მხარისა, მოდავე ერთ-ერთი მხარისა და არა მათ მეორე მხარეს. ამიტომ მე უნდა დაგისვდიახ და კარგიც იქნება რა თქმა უნდა და ჩვენ მინდა მაყურებელმაც იცოდეს და როცა ნახავს მეორე მხარეს, რომ ჩვენ არ ვარვართ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს და ჩვენ ვმუშაობთ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებში და აქედან გამომდინარე აუცილებლად შემდგომ გადაცემაში პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვიწვევთ ორივე მხარეს დებატებში, ორივე მოდავე მხარეს. მაგრამ ახლა რადგან მარტო ერთი მხარე გვყავთ, მე უბრალოდ გისვამთ იმათ შეკითხვას, რომ რამდენად აი შეუძლია შედავება, რომ თქვენ ხართ მიწერილი სხვაგან. მაშინ მოკლედ გიპროფესიონალიზმი. აი ამასთან დაკავშირებით იყო დიდი ასთა სხვადასხვაობა თუ თუნდაც ჩვენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის, მაგრამ მე ესეთი რაღაცა გავაკეთეთ რა. ანუ ჩვენ დავრწმუნებული ყავით საბოლოოდ იმაში, რამდენად ანუ ეს ხალხი იყო გაჭირულ მდგომარეობაში, ჩვენ მდგომარეობაში დავუშვათ, როგორც ჩვენ ვართ დღეს. მოვიძიეთ ამათი საცხოვრებელი მისამართები, ამათი და უბრალოდ შეგიძლიათ თქვენ რა თქმა უნდა ჩაიხედოთ, გაეცნობით. თუ ჩამოთვლილია გამსახურდიას გამზირი არის ვაჟებშაველა, პეკინი, ქალქარაძე, მუცუბის ფატო. ანუ ამათ არ აინტერესებთ ეს, რომ დღეს ანუ ეს ჩვენი საცხოვრებელი ფართების დაკავება და თვითონ ცხოვრება არ უჭირს აი იმის, რომ ამათ ყველას აქვს თან საკმაოდ პრესტიჟულ უბნებში ცხოვრობენ ესენი, ყველა. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. ჩვენ ისიც ვცადეთ, რომ უთხარით სასამართლოზე ჩვენ არ წარმოვიდგენება უთხრეს, რომ თუ პრობლემა აქვს საცხოვრებელი ფართის, ჩვენთან არის კიდევ უამრავი ფართი, რომელიც არის ცარიელი და რომელიც უსახსრობის გამო ზოგმა ვერ გააკეთა, ანუ არის კარგასულ მდგომარეობაში. შევთავაზეთ, რომ შემოსული იყვნენ იგივე და რაზეც განაცხადეს უარი და მეც გეტყვით კიდევ აგერ ბოლოს სასამართლოზე, სრულიად აი უსაფუძვლოდ გაგვიცხადეს, აი გაბატონი მანე დამოთახება, რომ უნდა თამაში 1.5 მილიონი. ანუ ამათ არ აინტერესებთ ეს, რომ ანუ დაუშვათ 1.5 მილიონი სახელმწიფო ქონებაში უნდა 1.5 მილიონი, მაგრამ ყველაზე საინტერესოს გეტყვით. როდესაც სარჩელი წარადგინეს მათ ეს ქონება შეაფასეს 92,000 ლარად და შესაბამისი ბაჟი გადაიხადეს. ეს არის ყველაზე მთავარი. და როდესაც ჩვენ შევთავაზეთ მორიგება, რომ კი ბატონო, კარგით, გაქვთ საჯარო რეესტრის ამონაწერები, თქვენ ასე თვლით, მოდით მოურიგდეთ, გიხდით 92,000 და დაგვითმეთ ეს ფაქტები, იმიტომ რომ ეს ფაქტები იყო რეალურად საცხოვრებლად უვარგისი, საერთოდაც ეს რომ საცხოვრებელ ფონდში ჩარიცხულიყო, ესეც კი დანაშაულია, ესეც კი არ შეიძლებოდა. გაბატონოთ ეს, აი ყველა მინდა და ნახოს კარგად რაში თხოვდნენ და მეც შეგიძლია თქვა და ყველაზე მთავარი რაც მათ განაცხადეს, რომ ეს იყო უბრალოდ 92,000 და ამის ღირებულება არის მილიონი და თუ გადაგვიხდიან მილიონს, თუ გადავიხდით მილიონს, მაშინ კი ბატონო. და მაშინ გამოდის, რომ შეცდომაში შეიყვანეს საჯარო რეესტრი, შეცდომაში შეიყვანეს ნოტარიუსი, შეცდომაში შეიყვანეს სასამართლო, ხო? ყველანაირად ისე როგორც ბაჟთან მიმართებაში, ასევე შეცდომაში შეიყვანეს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტთანაც დაკავშირებით. შეიძლება მე დღეს საჯარო რეესტრის ამონაწერი მქონდეს, მაგრამ როგორ მაქვს ის საჯარო რეესტრის ამონაწერი, ეს რატომ არავინ არ უნდა იკითხოს? და ეს ქალბატონო ქეთი, მე უბრალოდ აი განსჯისათვის ეს მე მაყურებელმა გადაწყვეტოს 1.5 მილიონი თუ შეიძლება ხდით ეს შენობა, მაგრამ ყველაზე სავალალო და სამწუხარო არის ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა ხმამაღლა და რაზეც გული ძალიან მკივა და რაც ალბათ ჩვენი ერის უბედურება, რომ ის მდგომარეობა, რომ ქვეყანა
მაშინოთ ერთად მივცეთ ესე რომ თქვა ერთმანეთს სტიმული ცხოვრების და უამრავი პრობლემა რომელიც გასულმა წლებმა დააგროვა ქვეყანაში მოვაგვაროთ არა აი პრობლემებს კიდევ უკან ვიღაც ეფარება ადამიანები და აი ამ პრობლემების რომ თქვენ ღრიე წყალში უნდა სათავისოდ გააკეთონ საქმე და მე აი ამ 22 ოჯახის წარმომადგენლებიდან ალბათ ვიღაც გვიყურებს აუცილებლად დაინტერესდება და საინტერესო იქნება თუ ჩვენ დებატებში დავждებით და ერთ აბსოლუტურად ლოგიკურ კითხვას ვსვამ ჩემო ძვირფასებო ბატონებო რატომ მაშინ არ გაგიჩნდათ ამ შენობის შესყიდვის სურვილი როდესაც ის ასეთ მდგომარეობაში იყო და რას გაძლევთ თქვენ ეს შენობა ეს ჩვენ ადამიანები ვართ რას გაძლევთ ეს შენობა რას გაძლევთ 57 გამწარებული თქვენ სათითაოდ მისული თუ ხართ და ნანახი თუ გაქვთ რა ხდება იქ მე გუშინ ვნახე დედა აფხაზეთიდან ტოლული რომელსაც ყავს და ქალბატონი თამუნაც იქ იყო და ტიროდა ვერ უძლებდა ჟურნალისტი და აი ეხლაც არ არის იმის სენტიმენტების დრო მაგრამ ჟუანტელი მივლის მე არ შემიძლია მე მთელი ღამე არ მეძინა წუხელი სიღრმეში რომ შევედით და ვნახეთ იქ რა ვნახეთ ნუ თუ თქვენ არც ერთ თქვენთაგანს გული არა გაქვთ ჯერ საკითხავია კანონი და სამართალდამცავ სტრუქტურებს ვთხოვთ და ადვოკატი შესაბამის წერილებს გაამზადებს და ჩვენ მზად ვართ რომ აქციებისთვის ვართ მზად აუცილებლად დავიწყებთ აქციებს სამართალდამცავი ორგანოები ქალბატონი წულუკიანი ბატონი კმილაშვილი დაინტერესდნენ ეს სტრუქტურები რა ხდება ამ შენობის ირგვლივ ქალბატონო იანა მე ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთანაც და ქალბატონ მარინასთანაც და ალბათ ბატონ გაგასთანაც იმიტომ რომ პრინციპში სამი ან ერთმა უნდა გამცეთ პასუხი ან რომელიც უფრო ჩახერგულია ამ საქმეში რა მაინტერესებს მოდით მე კითხვას თქვენ დაგისმენთ თქვენი მისამართი დავსვამ და იქნებ მე თქვენ უფრო დააკონკრეტოთ თუ ქალბატონი მარინა არ არის საქმის გულში 2006 წლიდან როცა გიგი უგულავამ დააკმაყოფილა დაზარალებული მხარის საკითხი ხო პრობლემა აი ეს პრობლემა და მაგრამ გამოჩა ის რომ საჯარო რეესტრიდან საჯარო რეესტრში შეეტანა ცვლილებები ხო აი ესეთი რაღაცა აი ესე მე უფრო მარტივად რომ თქვა აგერ მაჩვენებენ ახლა რომ ჩვენი გადაცემის დრო იწურება და ძალიან მოკლედ გამოცით ამაზე რადგან დავიწყე უკვე ამ შეკითხვაზე რატო გაახსენდათ 2013 წელს ეს პრობლემა აი იქნება მოკლედ იმიტომ რომ ჩვენ ამ თემაზე ხო კიდევ ვხვდებით ერთმანეთს და იქნება თქვენ გამცემთ პასუხს თუ რომელი გამცემთ პასუხს მოგახსენეთ შეიძლება აი 2006 წლიდან საკმაოდ 7 წელი ციტირება პირდაპირ გააკეთებ ბატონ გიგის წერილზე მოკლედ გავაკეთებ ამაზე კომენტარს აი ეს ქალაქ თბილისის მერის უახლოს განკარგულება რომელიც თარიღდება 2006 წლის ნოვრა არა ბოლოს რას წერს საიტი არა ან თარიღი როცა სექტემბერი ხო ასე არის აი ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია რომ მოქალაქეების მე მეფარიშვილის მელადის და სხვა სარჩელი ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველზე მოკლებულია და დაგამაყოფილებაზე უნდა ეთქოს უარი. ანუ ეს მეფარიშვილი მელადი არის იმოცაური ოჯახის წარმომადგენელი. ამას მოსარჩელეები. მოსარჩელეები. ამას ეს ბატონი გიგულავა რა 2006 წელს. შემდგომ უნდა მოხდარიყო ესეთი ეტაპი, ხო მეურისტი არა ვარ ქალბატონო მარინა როგორც ამის და შემდგომ უნდა მოხდარიყო გიგულაოს აი ამ სცენარის დიახ აი ამის გადაგზავნა სამართლოზე. აი ამის საფუძველზე უნდა მოხდარიყო აი qalbi ორდენის დავსვი ასე 2007 წლის მანძილზე რატომ ახალ კითხვა ჩვენ დავუსვით მოსარჩელეებს და ვკითხავთ რომ აი აქამდე სად იყავით ხო და მაინც რას უცვლით ნუ ჩვენი ნება იყო ჩვენი საკუთრება და ჩვენ შეგვიძლია დღეს მოხმართოთ შეიძლება ხო მაგრამ მე უფრო ვფიქრობ რომ აქ ხანდაზმულობაზე რატო აცალეს იცით რა აქ ხანდაზმულობაზე ქონდათ მათ მე ვფიქრობ როგორც იურის ხანდაზმულობაზე ქონდათ გართულება და რაში მდგომარეობს 2002 წელში გაიცა ორდერები და საერთოდ საკუთრებაზე დავას აქვს 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა და აი ამიტომ მიმართეს ამათმა 10 წლის ბოლოს თუმცა კი მართალია ორდერები გაცემულია 2002 წელში მაგრამ 2004 წელშია პრივატიზაცია გაკეთებული და მინდა ვთქვა რომ ხანდაზმული არ არის
კარგი, რადგან ჩვენი გადაცემის დრო იწურება, მე მინდა გავხდით ისეთი კონკრეტული სათქმელი, კალბატონო იანა, თქვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, უკაცრავად როგორ ქვია, ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე, მაინტერესებს თქვენ თქვით, რომ აქციას აპირებთ და რა აქცია არის და რასთან შემდგომარეობს ისი? აქ ცხოვრობენ აი ამ სამოცი ოჯახიდან მრავალშვილიანი დედები, ინვალიდი შვილის დედები, რომელთაც სმენა დაქვეითებული ბავშვი ვნახეთ, ქალბატონო ქეთი, რომლის დედას ბატარია რომ გამოცვალოს, იმის ფული არა აქვს. ყოვლად აი გაუბედურებული სიტყვები არ მყოფნის, მწხვენია როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეთი ხალხი ცხოვრობს, ადამიანებო და ჩვენ ორშაბათს ვაპირებთ კანცელარიის წინ დავგეგმოთ ყველა 60-ვე ოჯახი პირველ საათზე აქცია, სადაც მოვა ყველა და ბატონ პრემიერ-მინისტრს გავაგებინებთ და აი გაიგებს ახალი მთავრობაში. მე მგონია რომ უკვე არავინ არ იცის, ეს თემა რაღაც მიჩუმათებული და რაღაც კულუარულად წყდება. ის და ის სასამართლო, მერია და რაღაც ისე ჩუმად, იმიტომ რომ ჩუმად გამოჭრან რომ იტყვიან ყელი ამ ადამიანებს ამდენი წლის ნატანჯ გაუბედურებულ ხალხს და ეს ყოველგვარ ზნეობას, ყოველგვარ კანონსაც და სამართლებრივ კანონსაც და ზნეობასაც მოკლებულია და კიდევ ერთხელ ვთხოვთ სამართალდამცავ სტრუქტურებს ჩაიხედოთ, დაინტერესდნენ ამ საბუთებში რა უკანონობებს აქვს ადგილი და ქალაქის მერიასაც ვთხოვთ დაინტერესდეს ბატონო გიგი ეს თქვენი წერილი რატომ გაითხოვეთ რატომ დაღუპეთ რომ იტყვიან ეს ხალხი და დაინტერესდით რამდენად სამართლიანია ნოტარიუს ეგრეთ წოდებული მოსამართლის მაიას სვიანაძის გადაწყვეტილება და წინ მეორე ინსტანციაა და მესამე და მე იმედი მაქვს რომ ამ თემით დაინტერესდება მთავრობა დაინტერესდება ქალაქის მერია და დაინტერესდება მეორე ინსტანციის ყველა მოსამართლეს რომელთანაც შემდგომ უნდა მივიდეს ეს საქმე და სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ და აი საჯარო რეესტრები როგორ რისთვის უკანონოდ რის საფუძველზე აქ ფარულ კორუფციასთან ხომ არ გვაქვს ადგილი ეს საქმე აი ეს ყველაფერი გამოსაძიებელია და საქმეა ამაზე ბატონო აღსაძვრელი პრინციპში საქმელი აღარ დამიტოვა ქალბატონმა იანამ ისე ლამაზად ჩამოაყალიბა ჩემი დასამშვიდობებელი სიტყვა ტელემაყურებელთან მე მინდა მარტო ტელემაყურებელს ვუთხრა ის რომ ამ საქმეზე ინტერნეტ ტელეკომპანია Raylight TV იწყებს ჟურნალისტურ გამოძიებას როგორც შეგვირდით ჩვენ უმოკლეს ხანებში ალბათ იქითა კვირაში ჩვენს გადაცემაში პირდაპირ ეთერი დებატებზე მოვიწვევთ ორივე მოდავე მხარეს და იმ ვისაუბრებთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მე კი მინდა შეგახსენოთ ის რომ დღევანდელი გადაცემის სტუმრები გახდნენ ადვოკატი მარინა ჩიმაკაძე არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ერთიანობის ასოციაციის თავმჯდომარე ქალბატონი იანა ხუციშვილი ორმაგი დევნილი სამაშაბლოდან ბატონი გაგა ელბაქიძე რომელიც გაახლავთ დაზარალებული და ამჟამად მოპასუხე მხარეს წარმოადგენს იქ მაცხოვრებელია აღნიშნულ სადაუფარში და ჩემი თანაწამყვანი რომელმაც გუშინ იმუშავა ამ თემასთან დაკავშირებით ადგილზე თამუნა ბერძენიშვილი დღეს მას უნდა ეთქვა თუ რა ნახა და რა სიტუაცია დახვდა მას ადგილზე მაგრამ დროის არ ყოფნის გამო თამუნას სიტყვა ვეღარ მივეცით არა უშავს მაყურებელი ამ საზარელ კადრებს ნახავს YouTube.com-ზე და Face მისამართზე რომელსაც ქვია Raylight TV მე გახდით ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ქეთსესიაშვილი თუ რამე გაქვთ საქმელი რამდენი გვაქვს წუთი დარჩენილი იქნებ მანიშნოთ რომ ბოლო სიტყვასავით მივცეთ დიახ მე მაქვს სათქმელი მე მადლობას მოგახსენებთ ქალბატონო ქეთი მადლობას მოვახსენებთ თქვენ ტელევიზიას რადგან ეს არ არის ვხედავ რომ არ არიან არ ახართ დაკავებული რაღაც უსაფუძვლო და უსაგნო შოუებით რომლებიც არაფრის მთქმელია რა თქმა უნდა ეხლა ამაში მოწინააღმდეგეებიც გამომიჩნდებიან მაგრამ დღეს ზუსტად ჩვენს ქვეყანას
შველა სჭირდება და ღმერთის წყალობით ყავს ხელისუფლება, რომლის ყურამდეც ყველა პრობლემა წვრილმანი თუ მსხვილმანი ტელევიზიის სახით სამოქალაქო სექტორმა, ადვოკატებმა, თვითეულმა მოქალაქემ, დიახ, ბატონმა ბიძინამ თქვა სამოქალაქო სექტორის როლი უნდა მოვლოს. დიახ, ბატონო ბიძინა, ჩვენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვართ და გთხოვთ, დაინტერესდნენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, რადგან მართლა სირცხვილია დღეს ასეთი მოქალაქეები რომ ყავს ასე გაჭირვებული, ასეთი კი არა, ასეთი გაჭირვებული, ასეთ პირობებში და ასეთი სასამართლო რომ ყავს, ეს ყველაზე დიდი სირცხვილია, რომ მტკიცებულებების იგნორირების საფუძველზე იღებს უკანონო ვიღაცაზე პიროვნებაზე ან პიროვნებებზე მორგებულ გადაწყვეტილებას და ჩვენი სასამართლო სამწუხაროა, რომ შორს არის სამართლიანობისგან და იმედი მაქვს, რომ ამასაც მალე მოვესწრებით, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო გვექნება. მადლობა დიდი. Kalbadon Marina, თქვენ ხომ არ დაამატებდით რაიმეს, მე უბრალოდ მინდა დამესვა ესეთი პატარა შეკითხვა, ორი წუთი გვაქვს დრო, მე პრინციპში დასამშვიდობებელი სიტყვა ვგეთქვი, თუმცა შემიძლია მაყურებელს ვუთხრა, რომ მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, როცა ნახავენ ამ გადაცემას, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სტუდიაში, ტელეფონზე 2 30 64 34, მიმეორებ 2 30 64 34 ჩვენ მოვუსმენთ მათ აზრებს, მათ მასალებს, თუ კი დევნილებს ან სხვა დაზარალებულებს აქვს მსგავსი პრობლემა, ასევე მივიღებთ შენიშვნებსაც და შევახსენებ, რომ ორშაბათს 11 მარტს პირველ საათზე არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით გაიმართება აქცია დევნილთა და დაზარალებულთა პრობლემების თაობაზე, ანუ ინიციატორები და ორგანიზატორები იქნებიან ალბათ ეს ადამიანები, რომელთა თემაზეც დღეს გქონდა საუბარი. აღმასრულებელი თუ მივიდა, აღმასრულებელი ჯერ ვერ მივა იმის გამო, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს მეორე ინსტანციაში. ვადა გვაქვს ჩაბარებიდან 14 დღე, მაგრამ ვინაიდან სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე არ ესწრებოდა ბევრი, ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ მათ კონკრეტულად არ ჩაბარდებათ, მანამდე გასაჩივრების ვადა ვერ დაიწყება, ათვლა დაიწყება. აქედან გამომდინარე, ჩაბარებიდან 14 დღის შემდეგ იწყება გასაჩივრება აპელაციაში, სააპელაციო სასამართლოში, შემდგომ უკვე უზენაეში და ნახოთ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო სანამ განიხილავს, მანამდე სამართალდამცავი ორგანოები დაადგენს, რომ საკუთრება საჯარო რეესტრის ამონაწერები მოპოვებულია დიახ საკუთრება ამ 22 ოჯახზე მოპოვებულია კანონდარღვევით და სახელმწიფო დაინტერესდება თავისი ქონებით, მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს თავისი ქონების უკან დაბრუნებას. ანუ მოითხოვს სასარჩელო წესით, მოითხოვს საჯარო რეესტრის ამონაწერების გაუქმებას. ვინაიდან ეს არის მისი ქონება. და თქვენ რომ შეიტანეთ აი ადვოკატთან ერთად განცხადება ახლა მთავრობაში და შესაბამის სტრუქტურებში აი ამ გასაჩივრებასთან დაკავშირებით და საჯარო რეესტრში რომ იქნა შეტანილი ცვლილებები არ არის ჯერჯერობით არ არის აი იცით როგორ არის ეკონომიკის სამინისტროში შევიტანეთ ჩვენ 20 რიცხვში ანუ სასამართლო გადაწყვეტილება რომ გამოვიდა გალბატონოქები ჩვენ მერე დავწმუნდით რომ უკვე ჩვენ სხვა გამოსავალი აღარ გქონდა. მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მოსარჩელები აღიარებდნენ, რომ ეს იყო საცხოვრებლად უვარგისი შენობა, სასამართლომ მაინც გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომ უნდა გამოსახლებულიყვნენ ეს ხალხი და ეს ხალხი 20 წლის განმავლობაში ცხოვრობენ, მაგრამ ცხოვრობენ ყველანაირი საფრთხის გარეშე. ამიტომ სანამ გადაწყვეტილება არ ჩავიბარეთ, მანამდე ჩვენ ვერ მივეცით შემდგომი სრულდება. ვერ მივმართეთ განცხადებით, იმიტომ რომ წინა სასამართლო დაამთავრდა ჩვენი საეთერო დრო. მე მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ოპერატორს, რომელმაც ადგადა მაინც მოგცა ცოტა დრო დაგვიმატა, მაგრამ მაინც არ გვეყო დრო. უკვე საკმაოდ ამომწურავად ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე. ეს იყო ნაუცბათები გადაცემა, მინდა ვუთხრა მაყურებელს, იმიტომ რომ ხალხი ამ მდგომარეობაშია, აგონიაშია ჩავარდნილი, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები, პრინციპში ისინი დღე-დღეზე ელოდებიან გამოსახლებას და მიიჩნევენ, რომ ეს არის არაკანონიერი
და რომ იმალება რაღაც კორუფციული გარიგებები კრიმდია მათ უკან ვინც რაღაც მოკლედ კორუფციულ გარიგებებს აქვს მაღალ დონეზე ადგილი მე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე მინდა გითხრათ რომ ამ თემაზე ტელეკომპანია Raylight TV განაგრძობს ჟურნალისტურ გამოძიებას ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის